ჯამში ცხადია ეს პროცესი არის ტოტალიტარული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგი მორიგი ნაბიჯი. ხო, ანუ ივანიშვილის რეჟიმმა დიდი ზიანი მიაყენა პოლიტიკურ პარტიებს, დიდი ზიანი მიაყენა კრიტიკულ მედიებს, დიდი ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტთა ჯგუფებს და ჩვენ სულ საუბრობდით ამაზე, რომ შემდეგი იქნება უნივერსიტეტები და ლოგიკური ალბათ რომ შევიკიდე კერძო სკოლებსაც დაერიოს რაღაც ეტაპზე. იმიტომ რომ ივანიშვილს არ აწყობს თავისუფალი სივრცეების არსებობა, ეს სივრცეები, სადაც ადამიანები შეძლებენ თავისუფლად თუნდაც ისაუბრონ სტუდენტებთან. და შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტში მათ შორის 90% მართლა ქართული ოცნების ხარდამჭერი იყოს, ან რა 70 ან 80 პროფესორების. მაგას მნიშვნელობა არ აქვს უმრავლესობა, მაგრამ მაინც არსებობენ იქ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ, განსხვავებული აზრი აქვთ და ზუსტად ამის ჩახშობა უნდა ივანიშვილს, ჩემი აზრით, ეგ ერთი. მეორე ხა ზოგადად ტრენდს თუ შევხედავთ სოფლიოში ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პირიქით ყველგან ხსნიან ტექნიკურ უნივერსიტეტებს. ანუ მომავალი ყველა ქვეყნის ეგრეთ წოდებული ცოდნის ეკონომიკა დგას ტექნოლოგიებზე, ხო? ანუ ხელოვნური ინტელექტზე, კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე და პირიქით თუ შევხედავთ ხა ამერიკაში ვაღეთ ახალი უნივერსიტეტები რა გვახსენდება, MIT-ს ცნობილი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, კალტეკი, დუბლინში გაიხსნა, სინგაპურმა ცალკე გახსნა და ანუ მაგალითს ვერ ვიხსენებ, სადაც გაუქმეს. ანუ პირიქით სულ მუდმივად ყველა ქვეყანა ცდილობს რომ ტექნოლოგიები განავითაროს, რადგან უნდა დაფუძნდეს ჩვენი წარმატებული მომავალი და კეთილდღეობა. ამ უნივერსიტეტს არ მიიჩნევენ. არა, არ მიიჩნევენ, შეიძლება იდეალური არ იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება ხო ამის გაუქმება, მაშინ უნდა იფიქრო გაუმჯობესებაზე და არა გაუქმებაზე. რაც თუ სასიცოცხლო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და რა ვიცი, ინჟინრები გვაკლია მართლა მუდმივად ქვეყანაში და მუდმივად მეტი კომპიუტერული მეცნიერის სჭირდება და ასე შემდეგ და ეს უნივერსიტეტი ზუსტად ცივცადაც ამას უნდა ზრდიდნენ და აკეთებდეს აქტიურად. მესამე ნაწილი მე მგონია რომ ეს არის ასევე პრელუდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმებისა. ნახეთ, ანუ ეს ახალი პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ანუ კობახიძის ნოუ-ჰაუ მართლა ყველა ქვეყანა დავსარჩერც სოფლიოში არსებობს, არსად არ არსებობს მსგავსი არსად მოგფიქრებია კობახიძემ გამოიგონა ეს სიგიჟე და მე მგონია რომ ამ მიზანი იყო რომ ილეონი გაუქმებინა, იმიტომ რომ იტყოდა რომ მაგალითად რა ვიცი იურიდიული არ უნდა იყოს ილეონიში, უნდა დარჩეს მხოლოდ რაღაც ამ შემთხვევაში პედაგოგიური და უცხოენები რაც იყო ისტორიულად და ამ კუთხით მე ისინი შეეჯახდნენ იმ რეალობას რომ აღმოჩნდა რომ ტექნიკურშიც და ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი იყო დუბლირებული პროფესიები და ეხლა იფიქრეს რა გვექნა და კობახიძის ფორმაციის ბიზნესმენი როგორია, რომელიც არაფერს უკან არ იხევს. ხო, მაგალითად თუ კვირიკაშვილის დროს ამ თუნდაც ხარიბაშვილის ხანდახან შეეძლოთ უკან დაეხიათ, მე ამიტომ სკეპტიკურად ვარ, მგონი არ დაიხევენ, ამ უეჭველი გაუქმებენ, მაგრამ კობახიძე, ასეთი ავტოკრატი კობახიძე არასდროს უკან არ იხევს, ეგეთი პოზიცია აქვს. თუ რამე გადაწყვიტეს პატარა უკან დახევაც კი ავტომატურად ნიშნავს დიდ წაგებას მათთვის. ამიტომაც ამ ლოგიკით მე მგონი რომ მოუწიათ შემდეგ აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე რომ მილიონის გაუქმების რაღაცას ვნება გიჟური და სრული ქონდათ და შემდეგ შეეჯახდნენ რეალობას რომ რა უნდა ვუყოთ ტექნიკურს და თესეუს როგორ უნდა გავერთიანოთ თუ გავყოთ მათი ფაკულტეტები და საბოლოოდ ალბათ ვიღაცამ გადაწყვიტა რომ მოდი გავერთიანოთ ერთის მხრივ ამით მოვიშორებთ სასულო პროფესორებს გაერთიანების დროს ეგ შანსი გააქვს რომ გაუშვრო ვიღაცეები ორი უნივერსიტეტისგან ვინც არ მოგწონს მეორე პოტენციურად ხო ხა შენობები მართლა ეგრე ხამათი ვნებები ინვესტიციები ბორიგმა ვიღაც არაბმა რამე აშენოს საბურთალოზე კარგი სივრცეებია საწიგო უნივერსიტეტია და ნუ მესამე ზოგადად რომ უნდა გაუქმდეს ყველა თავისუფალი სივრცე პროცესს რაც შეეხება არ ვიცი, ნახოთ, მე ძალიან მიჭირს ამ შემთხვევაში პროგნოზის აკეთება. თავის დროზე რუსული პირველი კანონის დროსაც და მეორე დროსაც ძალიან აქტიურები იყვნენ, მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტები და სახელმწიფოს მით უმეტეს, თუმცა, ნუ არ ვიცი, რამდენად ჩათვლიან ამ საკითხს გადამწყვეტად. ჩვენც მგონია რომ უნდა ვესაუბროთ მათ და უნდა გაიაზროს რომ ამით მხოლოდ მათი მომავალი კი არა და იმ პროფესორების, ანუ ზოგადად ქვეყნის მომავალი უქმდება და თუ ამ მესიჯს კარგად და სწორად მივიტანთ და ავუხსნით რომ ამით მათ შორის ჩვენი დოვლათი და კეთილდღეობა განადგურდება სამომავლოდ, მგონია რომ მეტი პროტესტი იქნება ნელ-ნელა და პლუს ასეთი განცხადებები რა ვიცი, რაც იბლუყუნა ეგრეთ წოდებულმა მინისტრმა მართლა ვერ გავიგე ამბობდა რომ პოზიციები უნდა დავაახლოვოთ. რა უნდა დაახლოვონ? ერთი პოზიცია რომ არ უნდა გაერთიანდეს, მეორე პოზიცია რომ უნდა გაერთიანდეს. ნახევრად უნდა გაერთიანდეს თუ მესამედით თუ მეოთხედით, აი სულ მაგაზე ბეცდებოდა ხოლმე რომ ამბობდა ჩვენც უნდა ველაპარაკოთ ქართულ ოცნებას, რას უნდა დავაახლოვდეთ? რუსეთთან გავერთიანდეთ თუ ევროპასთან ვიყოთ, აი სად არის კომპრომისი? აქ შემთხვევაში
არ არსებობს ახლა მესამედით და ნახევრად გაერთიანებები არ არსებობს. ამიტომ ეს არის რაღაც დროის წელვის ტაქტიკა ალბათ, რა ვიცი, რომ ესაუბრება და რაღაც ილუზიას ქნიან, თითქოს უსმენენ ადამიანებს, თუმცა რა გადაწყვეტილი აქვს და სავარაუდოდ თუ ემზადებიან ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად. იმიტომ ყობახიძეს ფორმაციის ბიძინა უკან არ იხევს. ჩემი აზრით და არ ამგონი რომ ამ შემთხვევაში უკან დაიხიოს.